საღამომშვიდობის სატელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. დაძმას ჰქონდათ ურთიერთობა, ერთად სქესობრივი კავშირი. 15 წლის გოგონა საკუთარი ძმისგან დაორსულდა და 8 თვის ფეხმძიმეა. დეტალები რა მოხდა კახეთის ერთ-ერთ სოფელში. ძალადობდა თუ არა 17 წლის ახალგაზრდა საკუთარ დაზე. დაძმას ერთმანეთთან ქონია საქმეო და 8 თვის ორსული არისო. გოგო მაღიარა. გურჯაანში ღორის გრიპით 53 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. როგორია H1N1 ვირუსი დაინფიცირებული 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ზედმეტად თერევიან მედიის საქმეში. დავა მაესტროს ირგვლივ როგორ აფასებენ გურჯაანში ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან დიდად უდის პოლიტიკის შუნი. დანერგე მომავალი პროექტი, რომლის ფარგლებშიც კახეთში ვაშლის, ქლიავის, ბროწეულის, ხურმის და ბალის ბაღები გაშენდება. რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ფერმერმა, რომ სახელმწიფოსგან თანადაფინანსება მოიპოვოს. პროფესიული განათლება აუცილებელია. საზოგადოებრივი კოლეჯი AIS-ის სტუდენტების დასაქმებას განაგრძობს, რა მოლაპარაკებები აქვთ კერძო კომპანიებთან. პროფესიული კადრი უფრო მნიშვნელოვანია. უკეთესო სტუდენტები დასაქმებულები არიან არა მარტო ჩვენ საწარმოში. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ინცესტი კახეთის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონას საკუთარი ძმისგან დაორსულდა და უკვე 8 თვის ფეხმძიმეა. ინფორმაციას მეზობლები ადასტურებენ და ამბობენ, რომ დამ ძმასთან სქესობრივი კავშირი საკუთარი ნები დაამყარა. გავრცელებული ინფორმაციით ორივე მათგანი არასრულწლოვანია. პოლიციამ ძმა უკვე დააკავა და კი თავშესაფარშია გადაყვანილი. რა მოხდა სინამდვილეში დეტალებს დღეს ეთერ თეთრაძე არკვევდა. გავიგე, რომ დაძმას ჰქონდათ ურთიერთობა, ერთად სქესობრივი კავშირი. ამ სოფელში მხოლოდ ფაქტის შემდეგ დაიჯერეს, რომ 15 წლის გოგონა საკუთარი ძმისგან დაორსულდა და 8 თვის ფეხმძიმეა. ეს ამბავი კახეთში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით არასრულწლოვანი გოგონა აღიარებს, რომ ძმასთან სქესობრივი კავშირი საკუთარი ნებით დაამყარა და იგი მას არ გაუპატიურებია. გოგოს უთქვია, რომ ძალადობა არ არისო, რავი ნებით ჩემი ნებით გავაკეთეო ესო. 8 თვის ორსულია, მერვე თვეშია. კი, გოგო მაღიარა. ბიჭმაც. ძალადობა არ იყო, რა ვიცი, თავის ნებით. გოგომ თავის ნებით გააკეთა ეს და. დაძმას ერთმანეთთან ქონია საქმეო და 8 თვის ორსული არისო და რავი, სად არიან წასულები როგორ არიან, არაფერი არ ვიცი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არასრულწლოვანი პოლიციამ დააკავა მისი 8 თვის ორსული და კი სპეციალურ თავშესაფარშია გადაყვანილი. დღეს ტელეკომპანია გურჯაანს ოჯახში არავინ დაგხვდა. მეზობლების ინფორმაციით ამ ამბის გაგების შემდეგ დედამ ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო და მკურნალობას გადის. დედა ჭკვაშაჩსა ოფილო სამფოთში წაუყვანია ესიამობე. გადმოცემით ლაპარაკობენ და ისა. გოგო კიდე რა ვიცი თბილისში თავშესაფარში წაიყვანეო. დედამისი სამონტყოფოშია, მამამისი და რა ვიცი, ბიჭი დაკავებული არისო. გოგო სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანეს ძალადობის მსხვერპლები, სადაც იმყოფებიან, იქ უნდა ამშვებია, რომ ესეთი ინფორმაცია გამოვიდა. მშობელი ფსიქიატრიულშია. მეზობლები ეჭვობენ, რომ არასრულწლოვან და-ძმას შორის სქესობრივ ურთიერთობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. თუმცა მათ ამის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც გოგონა საავადმყოფოში მიიყვანეს და ძმისგან მისი ორსულობა დადასტურდა. რა ვიცი, იძახენ არ იცოდა დედამოც, მაგრამ თუ მუცელი რო გაგეზდება და 8 თვემდე რომ მიხვალ არ შეგეთყობა? მეზობლები ვატყობდით და თავიდანვე არ ატყობდა? ესეთი ადამიანები აქ არ უნდა ცხოვრობდნენ საერთოდ. რავი, არ უნდა გადასახდნენ აქედან, ან წავიდნენ სადმე. უნდა მოშორდნენ აქედან. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ოჯახური ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტს ეძიებს. სასამართლომ დასთან სექსუალურ კავშირში ბრალდებულს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით გურჯაანში 53 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. თავდაპირველად იგი მკურნალობას გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალში საავადმყოფოში გადიოდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას H1N1 ვირუსი ოფიციალურად დაუდგინდა. მედიკოსებმა ქალბატონის გადარჩენა ვერ შესძლეს და 7 თებერვალს ღამით გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით გურჯაანის ერთ-ერთ სოფელშიც 40 წელს გადაცილებული მამაკაცი დაიღუპა. H1N1 ვირუსით გურჯაანში 2 წლის ბავშვიც არის დაინფიცირებული, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მაესტროს ირგვლივ დავა გრძელდება. ტელეკომპანიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებებს მეწილები ამ დრომდე არ აკეთებენ. მედიისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მაესტროს გენერალური დირექტორის პოსტს სავარაუდოდ ლევან გაჩერჩილაძე დაიკავებს. როგორ აფასებენ ტელეკომპანია მაესტროში მიმდინარე მოვლენებს გურჯაანში, დღეს გიორგი ბაღანაშვილმა გამოკითხვა ჩაატარა. პოლიტიკურია, რა ვიცი, აბა. რატომ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური პროცესები? რა ვიცი, ჯერ რუსთავიორზე იყო ეს ამბავი, ახლა მაესტროზე. დღევანდელ პირობებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან დიდად უდის პოლიტიკის სუნი. მე ასე ვფიქრობ. დილას რომ გამოსულა ეს ასათიანი, ის საქმის ყურშიც არ იყო და აი ეხლა უკვე რა მდგომარეობით გამოვა იმის მიხედვით შევაფასებ ყველაფერს. ისე რეალურობაც ხდება, არ არის ლამაზი ნამდვილად. რატო ხდება აზი არა ვარ ეს ტელევიზიები იხურება. ვაფასებ ვარ ყოფილად. რა შეფასება უნდა? ზედმეტად ერევიან მედიის საქმეში, თავისუფალი აღარ არის, უნდათ ეს მედია თვითონ გამოიყენონ და წინასაარჩევნო კომპანიებისთვის თავის ნებაზე ატარონ ყველაფერი. ჩემი საკუთარი აზრი ასეთია, რომ ეს არის პოლიტიკური, მე მგონი არჩევნებთან დაკავშირებით. თავიანთ საქმეს თვითონ იციან, რა უნდა გვუჩვენა. შორიდან ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებთ, რა ხდება. კახეთში 180-მდე ჰექტარ მიწის ფართობზე ხეხილის ბაღები გაშენდება. პროგრამას დანერგე მომავალი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. თელავის, გურჯაანის, სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონებში დაახლოებით 20 ბენეფიციარმა დაფინანსება უკვე მიიღო და ისინი ბაღების გასაშენებლად ემზადებიან. პროგრამის დანერგე მომავალი განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. პროექტის მიზანი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. უფრო ვრცლად როდემდე გაგრძელდება პროგრამა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, რომ ხეხილის ბაღების გასაშენებლად სახელმწიფოსგან დაფინანსება მიიღოს. ამაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის დანერგე მომავალი მენეჯერი ლევან დოლიძე გვერდთუება თბილისიდან. ბატონ ლევან, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. კახეთში პროგრამის მეორე ეტაპი უკვე დაიწყო და ამჯერად რა სახის ხეხილის ბაღები გაშენდება? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ ესე ვთქვათ დაინტერესებისთვის. კახეთის რეგიონში მეორე ეტაპის ფარგლებში შენდება სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურის ხეხილის ბაღები. კერძოდ გვაქვს ატმის, ქლიავის, კაკლის, ნუშის, ხურმის, ბროწეულის და თხილის კულტურებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა. ბატონ ლევან, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, რომ ჩაერთოს ამ პროგრამაში და მოიპოვოს სახელმწიფოსგან თანადაფინანსება? აუცილებლად უნდა ფლობდეს ბენეფიციარი, მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკური პირია თუ იურიდიული პირი, საკუთრებაში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მინიმუმ 1 ჰექტარს და უნდა გააჩნდეს სურვილი, ასე ვთქვათ, ხეხილის ბაღის გაშენებას. ჩვენ ვიფინანსებთ შესაძენი ენერგიების ღირებულების 70% და ასევე მოთხოვნა არის პროგრამის ფარგლებში მოეწყოს თანამედროვე ტიპის წვეთოვანი სარწყავი სისტემა, რისი შეძენა მონტაჟის ღირებულების 50% ასევე უფინანსებთ ბენეფიციარს. საინტერესოა, რამდენად აქტიურობენ ფერმერები ამ ეტაპზე, რამდენმა ბენეფიციარმა გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობის სურვილი? გეტყვით, კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის ყავს უკვე 21 ბენეფიციარი, რომლებიც ჯამში 191 ჰექტარზე აშენებენ სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურის ბაღებს და აი კულტურები რაც ჩამოგითვალეთ. და მოპოვებული დაფინანსება ჯამურად უკვე არის 650.000 ლარზე მეტი ეს მხოლოდ კახეთის რეგიონში. სულ რო გითხრათ ჯამური მონაცემები საქართველოს მასშტაბით უკვე 1000 ჰექტარზე მეტ ფართობზე შენდება სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურები, დაფინანსება ჯამურად უკვე 5 მილიონს გადააჭარბა და საკმაოდ აქტივობა ყველა რეგიონიდან არის. ამ ეტაპზე 158 ბენეფიციარი ყავს უკვე ჯამურად. პროექტის მესამე ეტაპის განხორციელებაც თუ იგეგმება და როდემდე შეეძლებათ მსურველებს განაცხადების შეტანა და თანადაფინანსების მოპოვება? პროგრამა გრძელდება საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში განაცხადების შეწყვეტას არ შევწყვეტ ჩვენ დაახლოებით მაისის შუა რიცხვებამდე, ხოლო შემდეგი ეტაპი დაიწყება 2016 წლის 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება საშემოდგომო სამუშაოების დასრულებამდე. ანუ 2016 წლის ბოლომდე პროგრამა აქტიურია. ესე იგი, თუ ფერმერს აქვს მინიმუმ 1 ჰექტარი ნაკვეთი, მას თავისუფლად შეუძლია განაცხადი შეიტანოს თანადაფინანსების მოსაპოვებლად. რაოდენობის მხრივ ხომ არ არის შეზღუდვები?
შეზღუდვა არ არის კონკრეტული ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტის ფარგლებში ყველა ის ბენეფიციარი, ვინც მოგმართავს დაფინანსებაზე, აუცილებლად დაფინანსდება. ძირითადი კრიტერიუმი კიდევ ერთხელ გავუმეორდები არის, რომ მიწისნაკვეთი უნდა იყოს მინიმუმ 1 ჰექტარი, ერთ ბენეფიციარზე ვაფინანსებთ მაქსიმუმ 20 ჰექტარის ფარგლებში და დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი არის ერთ პიროვნებაზე, ერთ კომპანიაზე, ასე ვთქვათ, მაქსიმუმ 100,000 ლარი. ბატონ ლევან, რაიმე რისკებთან თუ არის დაკავშირებული ამ პროგრამაში ჩართვა? რისკებთან დაკავშირებით იმას თუ გულისხმობთ, რომ განაცხადი გააკეთოს ბენეფიციარმა და ვერ მიიღოს დაფინანსება, იქ არის გარკვეული ეტაპები გასავლელი, სულ დაახლოებით 2 ძირითადი ცნობა არის მოსამზადებელი და თუ ბენეფიციარი იწყება მიწის ანალიზით და თუ მიწის ანალიზი იძლევა საშუალებას, რომ მოთხოვნილი კულტურა გაშენებული იქნას კონკრეტული მიწის ნაკვეთზე, ბენეფიციარი აუცილებლად მიიღებს დაფინანსებას. ჯერჯერობით რამდენი განაცხადიც მიღებული გვაქვს პროგრამის ფარგლებში, კიდე გავუმეორდები, ჯამში არის 158 განაცხადი, 158 განაცხადივე დაკმაყოფილდა და მიმდინარეობს ბაღების გაშენება. ამ კუთხით არანაირი რისკი არ არის, რომ დაფინანსება ვერ მიიღოს. დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ თბილისიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის დანერგე მომავალი მენეჯერი ლევან დოლიძე გვერდებოდა. საზოგადოებრივი კოლეჯი AIS-ის სტუდენტების დასაქმებაზე ზრუნვას განაგრძობს. ამჯერად კოლეჯის დირექციამ სხვადასხვა კომპანიის დამსაქმებლები მოიწვია და მათ პროფესიული კადრები წარუდგინა. გარდა ამისა, გააცნო პროფესიული განათლების ხარისხიც. შპოს ავანგარდის დირექტორმა ბესიკ ვერძეულმა კი კოლეჯთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც დაადასტურა, რომ აქ მომზადებულ სტუდენტებს საკუთარ ავეჯის საწარმოში დაასაქმებს. შეხვედრის დეტალები და AIS-ის სამომავლო გეგმები ვერა იაშვილის სიუჟეტში. პროფესიულ განათლებასა და ორიენტაციაში დამსაქმებლების როლი რომ მნიშვნელოვნად განსაზღვრელია, შპს ავანგარდის დირექტორმა ბესიკ ვერძეულმა საზოგადოებრივ კოლეჯ AIS ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით დაუდასტურა. ის წლებია კოლეჯ AIS-თან თანამშრომლობს და ახლაც მზად არის მისი სტუდენტები საკუთარი ავეჯის საწარმოში დაასაქმოს. ჩვენ 2008 წლიდან თანამშრომლობთ პროფტექნიკუმ AIS-თან, რომელიც ყოველწლიურად გვიგზავნის ახალგაზრდა სტუდენტებს. მოხარული ვართ იმით, რომ ასეთი სასწავლებელი არის და ამზადებს კადრს, ამიტომ ეს საკმაოდ უზრუნველყოფს თანამშრომლების შევსებას ჩვენი საწარმოსი და საერთოდ საზოგადოებაში პროფესიული კადრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დამწყები პროფესია შეცვლილი ადამიანი. დამსაქმებლების როლის ჩართულობის კიდევ უფრო გასაზრდელად და პროფესიული სწავლების გასაცნობად საზოგადოებრივ კოლეჯ AIS-ის დირექტორმა ნათელა პაპუნაშვილმა სხვადასხვა კომპანიების დამსაქმებლები კოლეჯში მოიწვია. მან დამსაქმებლებს მათი მოთხოვნის შესაბამისად პროფესიული კადრები კიდევ ერთხელ უჩვენა და გაუმჯობესებული პროფესიული განათლების ხარისხიც გააცნო. მისივე ინფორმაციით მარტიდან კოლეჯში ინჟინერიის, ჯანდაცვის, ხელოვნებისა და ტურიზმის მიმართულებით პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება. კოლეჯ AIS-ში მარტის თვიდან დაიწყება საბუთების მიღება და უკვე აპრილის თვეში მიიღება საბუთები, გამოცდები ჩატარდება და AIS-იც კი არ იციან, რომ ჩვენთან სწავლა სახელმწიფო დაფინანსებით მიმდინარეობს სწავლება და 30 სხვადასხვა პროფესიაში 40 ჯგუფს ვიღებთ გაზაფხულიდან და მოუწოდებ განსაკუთრებით ჩემი რაიონის, გურჯაანის რაიონის ახალგაზრდობას, რომ დაეუფლონ პროფესიას და ამ პროფესიის მიხედვით დაიწყონ მუშაობა. თუ არ მოეწონებათ, სხვა პროფესიას დაეუფლონ, მაგრამ პროფესიული განათლება აუცილებელია ყველა ადამიანისთვის. საქართველოში ძალიან ბევრი პრესტიჟული დარგი არის, მაგრამ მათ შორის ალშიმინძლი არ გამოვყო მევენახეობა, მეღვინეობა, განსაკუთრებით კახეთში. საზოგადოებრივი კოლეჯი AIS-ი არის ის კოლეჯი, სადაც ამ სპეციალობას საკმაოდ საფუძვლიანად ეუფლებიან. ჩვენ საწარმოს რამდენიმე წელიწადია მემორანდუმი აქვს გაფორმებული ამ საზოგადოებრივ კოლეჯ AIS-თან და აქაური სტუდენტები პერიოდულად გადიან პრაქტიკულ მეცადინეობას. უკეთესო სტუდენტები დასაქმებულები არიან არა მარტო ჩვენ საწარმოში, არამედ ყველა სხვა საწარმოებში, სადაც ხდება პრაქტიკული მეცადინეობის გატარება. წელს მეორე წელია რაც ვსწავლობ საზოგადოებრივ კოლეჯში. საზოგადოებრივ კოლეჯში და ძალიან მომწონს ჩემი სპეციალობა და ცხოველთან ურთიერთობა. ეხლა მაქვს საბუთების შეტანა სურსათისმმებლობის სააგენტოში და ალბათ მალე დავსაქმდები ამ პროფესიაზე.
შეხვედრას დამსაქმებლებთან ერთად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეებიც დაესწნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ქვევრის მუზეუმი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა და გაეცნენ კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. ხელოვნების სასახლეში კი კოლეჯ AIS-ის სტუდენტების მიერ დამზადებული მინანქრისა და თექის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ასევე გაიმართა მხატვრული ღონისძიებები. პირადად ჩემი აზრია, რომ ეს არის 64. 64 მე მსგავსი, აი დახვეწილი, ულამაზ, მე ვეძახიან ბაღნარს და 64-ს და ქალბატონ ნათელას დიდი სახლის პატარა დიასახლის. დღევანდელი ჩვენი მთავრობის კურსი აღებულია აგრარული პოლიტიკის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობის სექტორის წინწამოწევაზე. ამ საქმეში რო გითხრათ, ძალიან დიდ როლს ასრულებს კაჭრეთის კოლეჯი AIS-ი. თქვენც ხედავთ როგორი კეთილმოწყობილია და როგორ არის ყველა ის ტრადიცია შენარჩუნებული, რაც ქართულ სოფლის მეურნეობას აქვს. ამჟამად კოლეჯის სასწავლო კორპუსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გაზაფხულიდან კი საზოგადოებრივი კოლეჯი AIS-ი თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ადაპტირებული სპეციალური შეზღუდული შესაძლებლობებისთვის და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო დაწესებულებით შეხვდება პროფესიული განათლების მსურველ სტუდენტებს. რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის განსაკუთრებით კი აბიტურიენტთა დასახმარებლად საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის წევრი ტელეკომპანიები ქართული ენისა და ლიტერატურის ვიდეო გაკვეთილების ჩვენებას იწყებენ. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი განმარტავს, რომ ვიდეო გაკვეთილების საშუალებით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა დისტანციური სწავლების მეთოდებს მიეჩვევა. მისი თქმით, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებსაც. ვიდეო გაკვეთილები მომავლის სოფელმა დაამზადა. პროექტის მხარდამჭერი კი რეგიონ რამდენად კარგი საქმეა, როცა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას აძლევს საშუალებას, რომ ხელმისაწვდომი იყოს მისთვის ცოდნა. ეს პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თუმცა მისი მიზნობრივი აუდიტორია არიან უფრო მეტად ეგრეთ წოდებული აბიტურიენტები, ადამიანები, ვინც ემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის, სწორედ მათი გათვლილი მთლიანად ეს პროექტი. გაკვეთილები განსაკუთრებით საინტერესო იქნება არაქართულოვნოვანი მოსახლეობისთვის, ამიტომ მათ კიდევ უფრო გავაუდრდებათ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა და ამ დისტანციური სწავლების მეთოდის საშუალებით. კურსს რაც შეეხება 24 გაკვეთილს მოიცავს, მას კითხულობს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. პროექტს აქვს კონკრეტული სარგებელი, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანია ყველა მხარისთვის. პირველი, არსებული პროექტი ხელს უწყობს განათლების დონის გაზრდას რეგიონებში. მეორე, ეს არის ნოვატორული პროექტი, რადგან დისტანციურად ხდება სწავლება და ჩვენ ვიცით, რომ საუბარია უკვე განათლების ონლაინებაზე, ასე ვთქვათ, დისტანციურ სწავლებაზე და ეს არის 21 და მომდევნო წლების და მომდევნო საუკუნეების გამოწვევა ზოგადად. 8 თებერვალს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით მეოთხე საქართველოში 1099-1125 წლებში მეფობდა. იგი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო ტახტზე 16 წლის ასაკში ავიდა. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად მე-13 საუკუნეში შერაცხა. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. საქართველოში კრიზისების მართვის ახალი პროექტი ამოქმედდა. წარმატებული ბრიტანული მოდელის ქართული ანალოგის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის გახსნას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად სიტუაციური ოთახი დაათვალიერა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელისგან მოისმინა ინფორმაცია პროექტის შესახებ. ეროვნული სიტუაციური ოთახის პროექტი 2014 წელს შეიქმნა. მისი მშენებლობა და ტექნიკური აღჭურვა კი გასული წლის დეკემბერში დასრულდა. ეროვნული სიტუაციური ოთახი ეს არის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტი, სადაც კრიზისების მართვას სხვადასხვა უწყების 100-მდე თანამშრომელი განახორციელებს. ჩვენ ცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში. გამოწვევები არის სხვადასხვაგვარი. ეს არის ის გამოწვევები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის თემებიდან. ეს არის ასევე სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული საფრთხეები, რომლებიც ასევე მრავლად არის ჩვენს რეგიონში. ასეთი ტიპის საფრთხეების გამკლავებას სჭირდება კარგი კოორდინაცია. და სწორედ კრიზისული სიტუაციების მართვის ოთახი არის ის მოდელი, ბრიტანული მოდელი, რომელიც დაინერგება საქართველოში, რომელიც იძლევა საშუალებას
სხვადასხვა უწყებებს შორის კონდეს მაქსიმალური კოორდინაცია, რათა მაქსიმალური ეფექტურობით გავუმკლავდეთ ასეთი ტიპის კრიზისულ სიტუაციებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებით უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და უშიშროების საბჭოს ფუნქციები გამიჯნულია და მათი გაერთიანების შესახებ საუბარი პოლიტიკოსთა მხრიდან სპეკულაციაა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. დღეს ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური არის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი გახლავთ სახელმწიფოს მეთაური და ეს ფუნქციები არის მკაფიოდ გამიჯნული. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ახორციელებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და აი ამ სტრუქტურების ჩართულობით, რომელზეც დღეს ჰქონდა პრეზენტაცია კრიზისული სიტუაციების მართვას. კიდევ ერთხელ ვამბობ, მანამდე სანამ ეს გადადის საგანგებო მდგომარეობაში და საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ეროვნული უშიშროების საბჭო ერთვება აი ამ სიტუაციებში. ამიტომ მე მგონია, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ეს არის რაღაც უბრალოდ გარკვეული პოლიტიკოსების ცდელობა, რომ აბსოლუტურად უაზრო სპეკულაციები ახორციელონ ამ თემაზე. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს ვოლშს შეხვდა. შეხვედრას ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი, ამერიკის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მჭიდრო ურთიერთობას. შეხვედრის შემდეგ ჯეიმს ვოლშმა და იან კელიმ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს საერთაშორისო ბიუროს პროგრამის მიერ შეძენილი ბორტკომპიუტერები პირადად გადასცეს. დაახლოებით 2 თვის წინ მე ოფიციალური ვიზიტით გავხდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შეხვედრები მქონდა სამართალდამცავ უწყებების ხელმძღვანელ პირებთან. ყველა შეხვედრაზე წარუადგინე პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბების შესახებ აღნიშნული პროექტი მოწონებული იქნა და დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. მან გვამცნო, რომ საწყის ეტაპზე ამ პროექტის განხორციელებისთვის გამოყოფენ $9 მილიონ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. გასული წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფებოდა. მან იქ რამდენიმე ინიციატივა გააჟღერა, რომლებზეც დღევანდელ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი ინიციატივები, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. დანაშაული მათ შორის ტრანსნაციონალური კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს პრობლემად და საჭიროა მის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევით ვიბრძოლოთ. შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ჩვენ სამომავლო სტრატეგიებზე ვიმსჯელეთ. გასული წელი ჩვენი თანამშრომლობის თვალსაზრისით ძალიან ნაყოფიერი იყო, მათ შორის ჩატარდა არაერთი მნიშვნელოვანი ტრენინგი. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ საქართველოს კიდევ უფრო გააძლიეროს კონტროლი საზღვრებზე. მისმა მოქალაქეებმა თავი კიდევ უფრო დაცულად იქცნონ და შეიქმნას დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ყველა პირობა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროგრესზე, რომელთაც სამინისტრო მიაღწია. ვიმედოვნებთ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის რეგიონული მიმართულებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა წინასწარის შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი $1,13,390 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს ბრალდება წარედგინა და ყველა მათგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა 6 მოქალაქე, მათ შორის 2 ყოფილი საჯარო მოხელე. საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტს. კერძოდ, 2001-2006 წლებში ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ ყოფილ საჯარო მოხელეებთან, მათი დახმარებით გააყალბეს დოკუმენტაცია და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება $1 მილიონ. შემდგომში კი დაუფლებული მიწის ნაკვეთები სხვადასხვა პირებზე გაყიდეს. გამოშვებას უცხოეთის ამბებით განვაგრძობთ.
ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით სტიქია 35 ადამიანი იმსხვერპლა, 100-ის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. ტაივანში 6.5 მაგნიტუდის მიწისძვრა 2 დღის წინ მოხდა. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. 2016 წელს ევროპა მილიონამდე ტოლვისელის ასეთია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზი. ამავე მონაცემებით გასულ წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში 1,5 მილიონამდე ტოლვილმა შეაღწია. მიგრანტთა 91% კი სირიის, ავღანეთისა და ერაყის მოქალაქეა. მასშტაბური ოპერაცია ესპანეთში პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავა. ისინი სირიის, იორდანიისა და მაროკოს მოქალაქეები არიან. 5 მათგანს დაკავებისას ესპანეთის პასპორტი აღმოაჩნდა. ანტიტერორისტული ოპერაციები ესპანეთში გასულ წელსაც რამდენჯერმე ჩატარდა, რის შედეგადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი 100-ზე მეტი პირი დააკავეს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა TV-მ და ზოოკლუბმა გაავრცელეს. კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ადასტურებს, რომ ძაღლი ადამიანის ერთგულია. ნახეთ მზრუნველი ძაღლი თუ როგორ გადააფარა მან ჩვილს გადასაფარებელი. შიერი ზღვის ლომი რესტორანში შეიპარა და მაგიდასთან მოკალათ და ინციდენტი სან-დიეგოში მოხდა. ვიპოვეთ პატარა არსება რესტორან Marine Room-ის მთავარ დარბაზში, თუმცა ის ადრიანად გვესტუმრა საუზმის შესაკვეთად, რადგან დაწესებულება ჯერ ისევ დაკეტილი იყო, წერს რესტორნის მთავარი მზარეული ბერნად გუილიასი, რომელმაც ზღვის ლომს ფოტო გადაუღო და საკუთარი Facebook-ის გვერდზე განათავსა. პატარა ცხოველი ფანჯრიდან ზღვის ხედით ტკბებოდა იმ დრომდე, სანამ მაშველები მივიდოდნენ მის წასაყვანად. ზღვის ლომი სან-დიეგოს ზღვის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ცხოველი გამოჯამრთელდება და რამდენიმე დღის შემდეგ მას ბუნებრივ არეალში ისევ დააბრუნებენ. ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებულია. საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, ევროპის სამგზის და 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, საქართველოს ორგზის საუკეთესო სპორტსმენი პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე 2014 წლის შემდეგ მეორედ გავიდა. 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა ფრანგულ ტატამზე მოპოვებულ ჩემპიონობასთან და ოქროს მედალთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და უახლოეს მდევრებს კიდევ უფრო გაუგწრო. ამავე ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვარლამ ლიპარტელიანმა კი ამჯერად ბრინჯაოს მედლის მოპოვება შესძლო. თბილისის დინამომ თურქეთში მორიგი მატჩი ითამაშა და კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა. სპორტალ G-ს ინფორმაციით იურაი იარაბიკის გუნდმა ამჯერად არსებულ ვოევოდინას სძლია და თამაში 2-1 დასრულდა. დინამო მომდევნო სპარინგს 10 თებერვალს ბრატისლავის სლოვანთან გამართავს. ახლა ამიდი ჩვენს ეთერში. ასეთი იყო დღევანდელი საინფორმაციო გამოშვება. მე ნინო სამნიაშვილი, ხუთშაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.